მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო თუბელებო. პირველ რიგში როგორ ხართ? რა შვებით? იმედია კარგად ხართ. დღეს ენერგეტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ესეთი აღსანიშნავი დღე გვაქვს. ესე იგი ვედურ ინდუისტურ რელიგიაში დღეს არის აქშაია ტრიტია, რაც ნიშნავს სამყაროს დასაწყისი, ანუ ესე თვლიან ვედები. ვედები წარმოიქმნა ესეთი ძველებური ვედი საერთოდ ცოდნას ნიშნავს და 5000 წლის უკან არც ინდუისტურს ეკუთვნის, არც ერთ ეკლესიას არ ეკუთვნის, ანუ რელიგიას კერძოდ, თვითონ ვედები არის ძალიან ძველი აპოკრიფებით თავისი ცოდნით იპოვეს რა მოკლედ ეს დამწერლობა, სადაც ბევრი რამე ესეთი სამყაროს შესახებ არის ცოდნა გადმოცემული. მოკლედ ამას დავანებოთ თავი, ასევე ინდუისტურ რელიგიაშიც დღეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე ასტროლოგიაში ითვლება, რომ ესე იგი მზედამთვარე რაღაც ერთ პოზიციაზე დგას და მოკლედ დღეს არის რაღაც გამართლების, გამდიდრების, ჩვენი სურვილების რეალიზაციის და ყველანაირი დადებითი დღეა. ჯერ ერთი ეს ხო, მერე მეორე. ეხლა გადავედით ვიკინგურ იქით სამხრეთ გერმანიის ვიკას და იმათ რო შევეხოთ ბალთლეინ ესე ქვია. ესეც ასე ვთქვათ გერმანული ფესვებიდან მოდის, ესეთი დღესასწაულია ამ დღეს. ოკულტურია, მაგიურია, ითვლება, რომ აკეთებენ რიტუალებს, გადიან გაზაფხულის დასაწყისად, რომ დღეს იღვიძებს ბუნება და გადადის ახალ ენერგიებში და ამ დღეს კოცონს, სანთელს, ყველაფერს ანთებენ, მოკლედ აკეთებენ რიტუალებს, შელოცვებს, კრიფავენ ყვავილებს, ძღვენს აწვდიან ბუნების ძალებთან, გადიან ღამე და მოკლედ მთელი ამბებია. ეხლა ეს მითოლოგიას ვყვები, გინდა იჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, ხო? ისი არ არის, ხო? არაფერი შემთხვევით არ ხდება. ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფანატიზმში არ უნდა გადაგვივიდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, დასაფიქრებელია და იმიტომ რომ ეხლა ჩვენ სასიკეთო ის რომ სხვა არ დავაზიანოთ, რა ჩვენ გვინდა, რა ჩვენ გვსურს, რა ჩვენ გულით ჩვენი კეთილდღეობა, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ჰარმონია, ჩვენს ირგვლივ, ჩვენ საყვარელ ადამიანებთან შევქმნათ ესეთი კარგი, დაბალანსებული კავშირები, ცხოვრება და ურთიერთობები, ვინატროთ, ხო? ჩვენ სტაბილური ცხოვრება, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება. მოკლედ დღეს არ მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ მეც ბევრი პრაქტიკები გავაკეთე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მედიტაციები, მანტრები, ლოცვები, ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სულიერება, ხო? ხო და რელიგიას არ აქ არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ შენ სულიერი ადამიანი რო ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სამყაროში აგზავნე მადლიერებას. სამყაროში აგზავნე სიყვარულს, ყველა ცოცხალ, სულიერ და მშვენიერ არსებას, ლოცავ. ითხოვ ასევე მშვიდობას. და ჩვენი დედამიწის პლანეტის, ცოცხალი პლანეტის გადარჩენას, იმიტომ რომ მარტო ჩემზე და თქვენზე ხა ვინც მეყურებთ, ხო, არ არის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა ვითხოვოთ, იმიტომ რომ ისეთ კონდიციამდე არის მისული ეს სამყარო, რომ უნდა ბევრმა ვითხოვოთ მშვიდობა. ეს არის მთავარი. და დასტაბილურება, ნახეთ, ბალანსი, ენერგიების დაბალანსება უნდა ვითხოვოთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ
კიდევ ერთხელ ვიძახი, როცა ირღვევა ეს ბალანსი და უარყოფითი უფრო მეტია მოძალებული სამყაროში ვიდრე დადებითი, მაშინ ხდება ეს კატაკლიზმები, ომები, ესეთი მასიური შიზოფრენია, რასაც ჩვენ უყურებთ, ხალხი გაბოროტებულია, გამწარებულია, გაღიზიანებულია, დადიან ზომბებივით. უმრავლესობა, აი ცოცხალ მკვდარი, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. ეს ყველაფერი ფსიქოზია, სერიოზული, ემოციონალური და თან ძალიან გამძაფრებული ფონია ადამიანებში, უმრავლესობაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ამაზე მე სულ ვამბობდი, მაგრამ ეს გაგრძელდება და უფრო გამძაფრდება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ იმ კატეგორიას, გარკვეული ნაწილისას ისინი არიან დაბალ ვიბრაციაში, დედამიწა გადადის მაღალ ვიბრაციაში. შენ როცა სულიერებაში არ ხარ, აქ რელიგიას არ აქვს, კიდევ ერთხელ ვიძახი, მნიშვნელობა და იმას, რომ არ იქა ეკლესიაში ვიარო, მამაოსთან აღსარება ჩავაბარო, ესეც კარგია, მაგრამ თუ შენ თქვა ამ მეთოდით არ ხარ, ხო? შენ თვითონ უნდა იყო, შიგნით უნდა იყო. შენი სხეული, შენი სული არის ტაძარი. შენში უნდა იპოვო ღმერთი. და ის ფასეულობები, ის სისუფთავე, ის სიკეთე, ის სათნოება, რაზეც ყველა რელიგია საუბრობს, ხო? მოყვას ის სიყვარული, სიკეთის კეთება, სათნოება, სიმართლე. შენ რო აირჩევ ქრისტეს, მაგალითად, ჩემთვის რატო ამნიშნულოვანი? ქრისტე რომ მოვიდა, თქვა, მე ვარ გზა, თავისუფლება, ჭეშმარიტება. დაამთავრა, რაღაც მინდა იძველი აღთქმა, რაღაც მინდა სხვა რელიგია. მე ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ხო? მე ავირჩიე ქრისტე, ქრისტეა ჩემი. კი, პატივს ვცემ ყველა რელიგიას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, აღიარებს შემოქმედს, ვინც შექმნა ეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა. მაგრამ მე ვაღიარებ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს ძე ღვთისას, რომელიც განხორციელდა და მოვიდა, რომ ჩვენთვის დაენახვებინა და ესწავლებინა ტრანსცენდენტული, ნამდვილი უპირობო სიყვარული და ერთადერთი მქადაგებელი იყო ქრისტე, რომელმაც სიყვარული აიყვანა ყველაზე ძალიან მაღალ ვიბრაციაზე და თქვა, რომ სიყვარული გადაარჩენს სამყაროს, სიყვარული ატრიალებს სამყაროს და მე ვარ გზა, თავისუფლება და ჭეშმარიტება, ვინც გაჩვენებთ თქვენ ჩემს მიმდევრებს. თუ გინდათ, რომ განთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან და თქვენც შემოხვიდეთ უფლის სასუფეველში და ამიტომ ავირჩიე მეც ის. მოკლედ დავანებოთ ხა ყველაფერს თავი ამ ფილოსოფიას, რელიგიას, ამას და უბრალოდ ხა რუნების კარტი ავიღე, იმიტომ რომ მეც ეხლა მაგ დამოხტული აქვს სანთელი რუნებით სურვილზე და რა თქმა უნდა ჰარმონიაზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე და სიყვარულზე და თქვენთან ერთად ჩაიფიქრეთ ეხლა თქვენი სასურველი ადამიანი და ვნახოთ მისი ენერგია ჯერ ერთზე იქნება გაშლა, იმიტომ რომ 2-3-ით ვერ გავაკეთებ. ხომ იცით რომ ეს სამყაროს ესეთი ფაქიზი სივრცე დღეს მით უმეტეს გახსნილია, შემოდის ეს ვიბრაციები, შემოდის ეს სიხშირეები და ეს ენერგოსაინფორმაციო ველი ყველასთვის არის. ამიტომ თქვენ, როცა არ უნდა ჩართოთ ეს ვიდეო, როცა არ უნდა უყუროთ, როცა არ უნდა შემოხვიდეთ, კი, ძალიან ენერგეტიკულად ძლიერი დღეა დღეს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, თუ თქვენთვის რეზონირდა და იქ რაღაც იყო მსგავსი, უყურეთ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენთვის არის ეს ვიდეო და გაიგოთ ის პასუხი, რასაც სამყარო მოგცემს ახლა. ჩაიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ მისი ენერგიები ჯერ. ვინც თქვენ გაინტერესებთ. რა მდგომარეობაში იმპერატორი ამოდის? აქ ამოდის ორი ადამიანი. ერთი არის იმპერატორი, ერთი არის ადამიანი, რომელიც
წყლის სტიქიის ნიშნით ამოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. აქ ამოდის ღრეობა, აქ ამოდის, უხეშად ვთქვი, სუფრა, თავშეყრა, დალევა და გზა. ნახეთ როგორი რაღაც არის. ან გზაზე არის ეს ადამიანი ახლა. მაგრამ ნახეთ ამოდის ასევე სტაგნაცია ამ ადამიანთან და ამოდის მაგია. ამოდის კავშირი წინაპრული რაღაც, არ ვიცი, რა გაკავშირებთ, საჯარო გაშლა, პირად გაშლაში ჩანს, როცა ვეკითხები პირადად ადამიანზე. მაგრამ სტაგნაცია ამოდის, ანუ ორი ადამიანი ამოდის, არ ვიცი, ხა თქვენ შეიძლება გყავთ მეორეც ესეთი ადამიანი. ორი ადამიანი ამოდის, მოკლედ. თუ ორი ამოდის, მაშინ ვკითხოთ, ვიზე უფრო გაქვთ აქცენტი ამ იმპერატორზე თუ ამ თასების მეფეზე, ხო? შემოპარულ თაყვანისცემელზე. ხო, ნახეთ, აი, ეხლა უკვე გაირკვა სიტუაცია. ეს იმპერატორი ყავთ თქვენ, ანუ არ ვიცი ვინ არის, თქვენ თავში გაარკვიეთ, თქვენ მასთან ხართ, ცხოვრობთ ან ურთიერთობა, შეიძლება თქვენ პარტნიორია, მაგრამ არის მეორე ადამიანი, ვის მიმართაც რაღაც გრძნობა გაგჩენიათ, ანუ ჩანს, აი, ნახეთ. აი. ანუ ამ შემთხვევაში ამოდის, რომ ეს სხვა ადამიანია. აი ესეთ რაღაცას მაჩვენებს კარტი. ეხლა ესეთი ინფორმაცია შემოვიდა, არ ვიცი. კარგით, მაშინ ეს სხვა ადამიანი, რახან ამაზე არის მთელი გრძნობები და მთელი ამბები, ანუ ის კი არა, ვინც ყავთ და პარტნიორია, არამედ სხვა. აი ესე თქვით, ეს სხვა ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ ამ შემთხვევაში. რა მდგომარეობა თქვენ ორ შორის. აქ როგორც მაჩვენებს გრძნობა არის, მაგრამ ხე გადავამოწმოთ, დეტალურად ვკითხოთ. ხო. თქვენ აღმოაჩინეთ ესეთი რამე, რომ შეიძლება ყავდათ, კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ ამოვიდა და შეიძლება არა ყავდათ პარტნიორი, მაგრამ გამოჩნდა ძალიან მალე მეორე ადამიანი, აქაც გაურების სიტუაცია ამოდის, რომელიც თქვენი წინაპრული, არ ვიცი, საიდან, ხა ეს ფართო თემაა, ამას ესე ვერ გავშლი დეტალურად. კავშირია, მოკლედ, წარსული ცხოვრებიდან, წინაპრებიდან არ ვიცი საიდან და თქვენ თითქოს იგრძნით, რომ თქვენი ბედია ეს ადამიანი. მეორეზე აქ საუბარი, ხო? ხო და ღმერთებმა, ანუ ეხა რუნების ენით გელაპარაკებით, შემოკარგებო, ხო? ღმერთებმა გამოაჩინეს ეს ადამიანი და თქვენმა წინაპრებმა შეგახვედრეს. ეს არ იყო შემთხვევითი. თქვენ აი ესეთ გრძნობით, ნახეთ, იგრძენით ამ ადამიანისგან. აბა ვნახოთ რა იგრძენით და ვინ არის ეს ადამიანი. თუ ეს ისტორია თქვენზეა, გააგრძელეთ ყურება თუ არა და გადადით. იგრძენით სიყვარული, გრძნობა, ორმხრივი. მას ვკითხოთ ესეთი რამე. მალავს ეს ადამიანი ამ გრძნობას. არა, არ მალავს, უბრალოდ აქ ანუ ხისტად ამოდის, აი ცივად ამოდის, შეიძლება თავის გრძნობებზე არ გელაპარაკებათ, მაგრამ რაღაცა საქმეებით, რაღაც სიტუაციებით, რაღაც ესე შემოიფარგლება, ვითომ ძლიერი, ანუ ნამდვილი მამაკაცური ენერგია მოდის, რუნა ტეივაზე, მაგრამ სიყვარული არის. ესე კი ვერ დამავა თავის ემოციები და გრძნობები. მაშინ რა გელით, რა ბედი გელით თქვენსა და ამ ადამიანს. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, საჯარო გაშლა, რა ბედი ელის. თქვენი გზა გაქვთ გასავლელი. ტრანსფორმაცია. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდება, აქ გამოდის იმპერატორი, ის ადამიანი, ვინც თქვენს გვერდით არის, ამ შემთხვევაში არ ვიცი, თქვენ დაალაგეთ, ხო, საჯარო გაშლა.
ანუ ის ადამიანი, ვინც გყავდათ, ხო, ვისაც თვლიდით თქვენ იმპერატორად, მაშინ ასე რომ აგიხსნათ, რომ აბურდულად არ ამოვიდეს და თქვენ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ, იმ ადამიანთან ამოდის ტრანსფორმაცია და დაშორების კარტი. ანუ შეიძლება ეს მალე არ მოხდეს, მაგრამ ყველა ვარიანტი აი ძალიან გულდაწყვეტილით დარჩებით და კარგია რომ გამოჩნდა ეს ადამიანი. ანუ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი უკვე არის თქვენს ცხოვრებაში, ნახეთ? უკვე არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ეს ახალი უკვე არის. ახალი ადამიანი უკვე არის თქვენს ცხოვრებაში. და ძალიან კარგია რომ გამოჩნდა, ხო? ეხლა ნახოთ როგორ განვითარდება თქვენსა და ამ ახალ ადამიანთან, ვინც თქვენს გულში ამ შემთხვევაში მე ვეკითხები, ვინც თქვენ გულში, აი როგორ განვითარდება ახლო მომავალი, ხო? პირადზეა საუბარი. ნუ დანგრევა ყველა ვარიანტში იქნება, ეს მაჩვენებენ წარსულის დანგრევას და ახალი გზა, ანუ გამოდის ახალი სიტუაცია და უკვე ოჯახი. მე არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი, რა არის ეს ადამიანი, საიდან მოვიდა, მაგრამ იმ წარსულთან ან თუ ყავდათ ვიღაცა, ხო? შეიძლება დანგრეულიც არის. ყოველ შემთხვევაში ახალი, ნახეთ, ახალი გზა, ახალი დასაწყისი მოდის ძალიან მალე, ნაბიჯი აქ უკვე გადმოდგმული და უკვე იწყება თქვენი, ანუ აი საუბარი რა, ერთად ყოფნის, ოჯახის შექმნის, ასე შემდეგ. მე პირადად კმაყოფილი ვარ. თქვენ თუ იქნებით კმაყოფილი ამ ადამიანთან. ნამდვილად თქვენი ბედია, ნუ როგორც მაჩვენა კარტმა თქვენი ბედია. კი ბატონო, ისევ ეს კარტი ამოდის. ნუ რაღა დავამატო, თქვენი ბედია. შეხვდებით და თქვენ შორის მოხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო. თვითონ ღმერთებს სურთ ასე. სამყარომ გამოგიგზავნათ ეს ადამიანი და ის წარსული, ვიზეც ფიქრობდით, ან ვინ ყავდათ, არ ვიცი რა და როგორ, ის დამთავრებულია. თუ არ არის ჯერ დამთავრებული, იცოდეთ რომ დამთავრდება. კი ბატონო. და ეს ხარ უნებმა ესეთი ინფორმაცია მომაწოდეს, მაგრამ ნახოთ ახლა თქვენი სურვილი, აი მაგალითად რაღაცა გინდათ ძალიან, ხო? ახლა ვეკითხები მეორე დასტას, The Witch Garden Tarot Cards. თქვენი სურვილი, რაც ახლა თქვენ ძალიან გსურთ, ხო, თქვენ ცხოვრებაში. თუნდაც მატერიალური იყოს. ჩაიფიქრეთ და ნახოთ აგისრულდებათ მალე? ჩემო კარგებო, ნახეთ რა კარგი კარტი ამოდის. რა კარგი კარტი ამოდის. ძალიან მიხარია და ეხლა გეტყვით რატო. გამოსვლა, აი იმ განდეგილის პოზიციიდან გამოსვლა, ნახეთ რაღაც სიტუაციიდან, კარი იღება, გამოდიხართ, ეს ხდება სავსე მთვარე. ნახე პირდაპირ ეს დღევანდელი დღე, ნუ დაგვავიწყდება როგორი ძლიერი დღეა, გადით ღამის 12 საათზე, აივანზე, გარეთ, თუ გაქვთ ამის საშუალება, შეხედეთ საათს, გააჟღერეთ ეს თქვენი სურვილი, გამარჯვება ამოდის. თასი ამოდით, შეგიძლიათ ჭიქა წყლითაც გახვიდეთ, სანთელიც აანთევთ, ხა კოცონს ვერ დაანთებთ, ხო? იმ შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. და ამოდის აი თვით სამყარო, რომ გეხმარებათ თქვენი სურვილის შესრულებაში, აღდგენა, სიმდიდრე, სიყვარული. აი ნახეთ, ვარსკვლავი, ნახეთ რომ მოდის, ანუ ეს თქვენი სურვილია.
ვარსკვლავი რო წყდება ცას და რომდა ჩაიფიქრო და აი გისრულებთ სამყარო. აუცილებლად ახლა შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ აი გეუბნებით დღევანდელი ღამე ძალიან დაგეხმარებათ თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ აუცილებლად გადით. ნახეთ. აი ადრე მაგალითად იმ საუკუნეში რო ცხოვრობდი, ხო? როგორ გავიდოდი მდინარესთან, გავიხდიდი ყველაფერს, მოვიხსნიდი ყველაფერს და ესე დავდგებოდი. ნუ რა თქმა უნდა მეცმებოდა პერანგი. თვალთ არ გავშიშტდებოდი. მე ვიცახი მოვიხსნიდი ყველაფერს გავიშლიდით მას პერანგით, ფეხში შველი მდინარესთან ახლოს შევიდოდი და თან უნდა ჩანდეს ოღონდ, უნდა ჩანდეს სავსე მთვარე. ნუ კაი თუ არ ჩავიდოდი, ფეხებს მაინც დავისველებდი, იმიტომ რომ წყლის სტიქია აუცილებელია 4 სტიქია უნდა იყოს. და მთელი გულით ვინატრებდი. აი ხა იმ ეპოქაში რო გადამისროლონ, ესე გავაკეთებდი. მე ამოვიდოდი, ავანთებდი კოცონს, გავთბებოდი. მადლობას გადაუხდიდი ბუნების ძალებს. მარტო არ ვიქნებოდი, სხვაებიც იქნებოდნენ, ჩემნაირები. ხო, გადავეშუცებ, იქეთ გადავედი. ხდება ხოლმე ეს. ანუ ბუნებასთან სიახლოვე ყოველთვის ქონდა ადამიანს ეს გესმით, ანუ ჩვენ ეს დავკარგეთ სამწუხაროდ. და ამიტომაც აღმოვჩნდით აი ესეთ ჩაბეტონებულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ, მაგრამ არა უშავს. მოდის ის პერიოდი, რომ ისე უბრუნდებით პირველ საწყის. და რას გირჩევდათ ახლა სამყარო და ბუნების ძალები თქვენ აი ამ დღევანდელ ესეთ მაგიურ დღეს ვიტყოდი. რჩევა თქვენთვის, ვინც ახლა შემოვიდა და ამ ვიდეოს უყურებთ, რჩევა თქვენთვის. გამოიყენეთ თქვენი ცოდნები, გამოიყენეთ თქვენი ნიჭები. უფრო მეტად გაიღრმავეთ, ნახეთ, ცოდნის მაძიებელია, განდობილი. რას ნიშნავს სამყარო? ესაუბრება ამ ქალს, გამოდის, ამ შემთხვევაში ეს ლამპა რა არის? არის გონების სინათლე, ხო? ანუ იმ სიბნელეს ანათებს, ეს არის ცოდნა, ცოდნის მაძიებელი. თან ეს ქალი არ არის ჩვეულებრივი, ნახეთ, რატო არ არის ჩვეულებრივი? აქ ბალახ-ბულახი აქვს, ხო? სამყაროსთან გამოდის, ეკონტაქტება, აგერ სულიერ არსებებს. გამოდის, რატომ გამოდის? იმიტომ რომ აი გახდეს თვითკმარი ქალი. ანუ თქვენშია ეს ცოდნა, თქვენ გენეტიკაშია ეს ყველაფერი და არის ძალიან ძლიერი ქალი, რომელსაც ემორჩილებიან. ამ შემთხვევაში ხა მე მართლა იმ ეპოქაში არ გადავდივარ, აქ ვარ ამ ეპოქაში ვარ, მაგრამ გადმოვიტანოთ, ხო? სიტყვის ძალა, ნახე, გონიერება და სიტყვის ძალა. შენი ენით შეგიძლია, შენი ტკბილი, დამტკბარი ენით შეგიძლია მოათვინიერო ყველა, ხო? ყველა. აი, ამაზე დაფიქრდით, იმიტომ რომ თქვენშია ეს ძალა, თქვენშია ეს ცოდნა, თქვენშია ეს ყველაფერი ჩადებული. ჩვენი გენეტიკა, ჩვენი გენეალოგია დასაფასებელია, იმიტომ რომ ჩვენი ყოველი სისხლის ნაწილაკი უჯრედი არის ცოცხალი. მეცნიერულად გიხსნით. და ჩვენ თაობებს, ჩვენ წინაპრებს, რომლებსაც ჰქონდათ ეს ცოდნა, ჩვენშიც არის მამის მხრიდან, დედის მხრიდან ეს 7 თაობაზე გადმოდის. ზოგი მკურნალი იყო, ზოგი მლოცველი იყო, ზოგი სასულიერო პირი იყო. ყველას ჰქონდა ცხოვრებისეული პრაქტიკა, გამოცდილება, მათი საუკუნიდან, ხო, მათი ეპოქებიდან. ეს ყველაფერი დღეს შეგვიძლია ჩვენ გავაცოცხლოთ ჩვენშივე. ჩვენ თუ ამას მოვინდომებთ ინტუიციურად, ჩვენ ამას მივხვდებით, როცა დავიწყებთ გაცნობიერებული ცხოვრებას. რატომ არის, აბა, პირველი კარტი, ცოდნის მაძიებელი, განდობილი ქალი, რომელიც
სამყაროსთან არის ახლოს და შეუძლია განკურნოს, შეუძლია დაეხმაროს, შეუძლია თავის ცხოვრება აიწყოს და გახდეს თვითკმარი. აი, თვითკმარი. ყველაფერი შეუძლია მას, ხო? წიგნი უჭირავს ხელში, ჩიტი, ინტუიცია. და ყველაფერი აქვს. ბუნებასთან ახლოს არის. და ყველა ცოცხალ არსებასთან, ნახე, იმის ძალა, იმის ცოდნა მიეცა, მიენიჭა, რომ ყველა ცოცხალ არსებას დაიმორჩილოს. ძალა, სიძლიერე მოგეცემათ. მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? ეს კარტიც არ დაგვავიწყდეს მუშაობა. აი ესე რომ გახდეთ მასტერები, მაგები, ძლიერები, განდობილები, ქურუმები, ადეპტები და ასე შემდეგ. ხა ძალიან ისე ვლაპარაკობ, არ ვიცი ქართულად რა ერქვათ ასეთ ბრძენ ქალებს, მაგრამ დღეს ჩემო კარგებო ყველაფერი შესაძლებელია. შევედით უკვე ამ ეპოქაში და დაიჯერეთ სასწაულები არსებობს. აბა თქვენ იცით. ბედნიერ დღეს, ღამეს გისურვებთ, აქ სრულებოდეთ ყოველივე კეთილი სურვილი. დროებით.